აუ, დაიწყებენ რა, ეხლა თაიგულის სროლა. ეს არცად გამსვლელი არ ვარ მე. რატო ვითო? რატო არ მჯერა მე მაგ თაიგულის ამბავი. სამჯერ დავიჭირე, არც ეთმა არ ემუშავა. შენ ხა ორჯერ გათხოვდი და რა თაიგულის ბრალია ვერ გავიგე? სამჯერ. ო. ხო ზუხა. ხო ძმაო, მადლობა დიდი ძმაო, გაიხარე. შენ ძმაო, ღმერთმა დაგლოცო. კლევარი! კაზიმ! რა იჯები რა ფერხა? რაუქა შენ როგორ ხარ? რა ვიცი ძმა, ვის კონცერტში ხარ აქ? ჩემს კონცერტში ვარ. რა სამბო, ვინმე იყვარ? ხო. ბელა გახსოვს ბელა? მეც აიჯო, რა ნუ ამბობ მაგ სახეს, რა ის ბელაი ბიჭო. ბელა მოიყვანეთ სოლა ძმაო. ძმა, იგი რა სამბობ შენ, მომისმინე თუ რამე პრობლემაა, სამჯერ ფეხი დაარტყი და უცბად გაგაკეთე. არა, რასამო პირიქით შენ დიდი მადლობა. შენ რო არა ესეთ ბედნიერები ვერ ვიქნებოდით. რა სამბობ ჯო, რას ლაპარიკობ, ფეს ამე ჯადოგი გიგეთა თუ რა არის იმ დღეში ბიჭაკ მაგარაში დამდგრილი და ფლეთილი იყავ, მიშველე მიზახდი და. ის დღე იყო. იმის მერე ბევრი რამ შეიცვალა. სხვათა შორის ჩვენ ფსიქოლოგთანაც ვიყავით. გამარჯობა ბატონო ათარ. მოგესალმებით ბატონო ბელა. მე გახლავართ იუსუფ დეკანაძე. მალადეც, კაია. აკურატ ჩემი თელი ცხოვრება დაალაგდა. სხვათა შორის 9 თვეში პატარა მკვლევარს ველოდებით და შენ საპატივცემლოდ ქაზიმა უნდა დავარქვათ. კაი ბიჭო და ვახრა მაგარია ჩემი თან მენა ქაზიმაი და კლევარი დუნიას არ ახსოვს. იმენა პაცაი კლევარი იქნება და მალადეც მაგას არაფერი არ აბრიჭებო კუკუ. გამარჯობა ბელა. წამოდით ტორტი დავჭრათ თორე ჩემი ძმა უკვე მაგარი მთვრალი. წამოი შენ ვარსა ფეგეთყვი. ой ძმა შენ მისმინე ახლა ყველაფერი კარგად ამა.